მოგესალმებით. დღეს ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ გავაცნოთ ფართო საზოგადოებას, რომ საქართველოში ფუძნდება იურისტთა საერთაშორისო კლუბი. ამ კლუბის წარმომადგენლები იქნებიან საქართველოში ცნობილი იურისტები, როგორც პრაქტიკოსები, ასევე თეორეტიკოსები. და კლუბის დამფუძნებლები ვართ მე პოლიტპატიმარი ნანა თხელიძე, ჟურნალისტი ნინუკა ბორჩხაძე და კლუბის საპატიო წევრი იქნება საპატიო თავმჯდომარე ანა დოლიძე და შემდეგ, როდესაც ჩატარდება კლუბის ხდომა და შევიკრიბებით იურისტები, იქ აირჩევა მერე საპატიო წევრები კლუბის. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ კლუბის შეკრების მიზანი არის ყველაზე მთავარი ის მიზანი აქვს ამ კლუბს, რომ იურისტებმა იმსჯელონ იმ კონკრეტულ საკითხებზე, იმ კრიზისებზე, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლების წინაშე არის. აგრეთვე საკანონმდებლო სივრცეში არსებობს ეს კრიზისი, კონსტიტუციის განხილვა იქნება ახალი კონსტიტუციის შექმნის დროს. აგრეთვე დღეს პირველი საკითხი რაც არის, ეს თვითმმართველობის კანონი. ამ კანონის განხილვაში ჩაერთვებიან კლუბის იურისტები და იქნება ძალიან ფართო მსჯელობა თითოეულ საკითხზე. ჩვენ იურისტები, როგორც საერთაშორისო ისე ქართველი იურისტები, ყველანაირად შევეცდებით დავეხმაროთ, ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას კრიზისიდან გამოყვანის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. კანონებთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე, აგრეთვე შევქმნით სხვადასხვა კლუბებს კიდევ, რომელშიც იქნება უფრო ფართო ეს კლუბები, იურისტების გარდა შევლენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იქნება ფართო მსჯელობა. აგრეთვე ამ კლუბში ჩვენ გავაწერიანეთ ახალგაზრდობას, ახალგაზრდა იურისტებს, იმიტომ რომ ახალგაზრდებმა უნდა თქვან თავიანთი სიტყვა ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობაში. აი ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და პროფესიონალური თვალსაზრისით კიდევ ერთხელ დავანახებთ საქართველოს, რომ საქართველოში არიან ძალიან კარგი იურისტები და საკადრო კრიზისი არ არის საქართველოში, როგორც დღეს ამას ამბობენ. აი მე დავამატებ ახლა, მოგესალმებით. საით, გაიწესო. მესე? კარგია? მე რეკითხავს შესაძლოა. შეგვიძლია? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. მე შემიძლია დავამატო კლუბს, რაც შეეხება ის, რომ ასევე საპატიო თავმჯდომარე იქნება მსოფლიოში ძალიან ცნობილი დიპლომატი, ცნობილი იურისტი, რომელიც გახლავთ ილინოისის შტატის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი დიპლომატი ჯონ მაკდონალდსი. ისიც იქნება საპატიო თავმჯდომარე და პირველი ინიციატივა და პირველი საკითხი, რასაც ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზებთ, აი ამ კრიზისების დასაძლევად, ანუ კონსტიტუციონალური, ინსტიტუციონალური და საკადრო კრიზისი, რომელიც წარმოდგენილია მთავრობის მხრიდან, ანუ რაღაცა პრობლემები, რაც არის, თქვათ, დღეს საზოგადოებას კითხვის ნიშნები სადაც აქვს. მთავრობის პასუხი არის ყოველთვის ის, რომ არის ადამიანური რესურსის ნაკლებობა, ანუ ამასთან დაკავშირებით იქნება ინიციატივა, მაგრამ პირველი ინიციატივა, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს მოსახლეობას და რაც ისმის ყოველ მეორე მესიჯში, იქნებიან ეს პოლიტიკოსები, იქნებიან ეს საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, ეს არის სამართლიანობის აღდგენის თემა. ანუ სამართლიანობის განცდის დაბრუნების პრობლემა. რასაც ჩვენ ვერ მივახციეთ ამ წელიწადის და 2 თვის მანძილზე. ან ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, რომ შეიქმნას საერთაშორისო გამოცდილებით და საერთაშორისო პრეცედენტები არსებობს ასეთი, არგენტინის პრეცედენტი არსებობს პერუსი, არსებობს ყველა იმ ქვეყანაში თითქმის სამხრეთ აფრიკაში, სხვათა შორის გუშინ გარდაიცვალა ნელსონ მანდელა და ისიც მონაწილეობდა ერთგვარად აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში და იყო ძალიან კარგი პრეცედენტი სიმართლის კომისია. ჩვენ ვთავაზობთ ქართულ ანალოგიას, მუშაობთ ამ საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა, ქალბატონი ანა დოლიძე მუშაობს ამ თემაზე და დღეს მედიით გაშუქდება აუცილებლად ეს საკითხი და ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას
ყველაზე მისაღებ მოდელს სავარაუდოდ შევთანხმდებით არგენტინულ მოდელზე, თუ გაქვთ რამე კონკრეტული კითხვები, რას ნიშნავს ეს არგენტინული მოდელი, თუ გაინტერესებთ და რას გულისხმობს ეს სიმართლის კომისია, მაშინ შემიძლია უკვე კითხვებზე გიპასუხოთ. ანუ უნდა დადგეს იმ ჩინოვნიკების პასუხისგებლობა, ვინც ჩადიოდა დანაშაულს. უნდა შეიქმნას მაღალი ნდობის მქონე საზოგადოების წარმომადგენლების კომისია, 13 კაციანი იყო არგენტინაში, 6 წევრს აქედან ნიშნავდა პრემიერ-მინისტრი, 3-ს პრეზიდენტი ნიშნავს, 3-ს ნიშნავს პარლამენტი და 1-ს ჩვენი წინადადებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დანიშნავს, რადგან ის სარგებლობს ძალიან მაღალი ნდობით საზოგადოებაში და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. შეიქმნება ეს კომისია და ეს კომისია განიხილავს იმ საქმეებს, გახმაურებულ და გაუხმაურებელ საქმეებს, იმ დანაშაულს, რომელსაც ჩადიოდნენ ჩინოვნიკები. ზოგ შემთხვევაში ეს იქნება, ვთქვათ, შეიძლება ჩვენ შევთანხმდეთ ბოდიშის ფორმაზე, რომ ამ ჩინოვნიკებმა, ვთქვათ, ბოდიში მოიხადონ იმ ადამიანების წინაშე, ვის წინაშეც აქვთ დანაშაული ჩადენილი. ზოგ შემთხვევაში სავარაუდოდ დადგება სისხლის სამართლის პასუხისგებლობა, რიგ შემთხვევებში იქნება, ეს ჩვენი ვარაუდებია, უბრალოდ იქნება ასევე ამნისტირებული ნაწილიც რასაკვირველია და ამით ჩვენ ვთვლით, რომ დაიწყება ამ სამართლიანობის აღდგენის პროცესი და საზოგადოებაც კმაყოფილი იქნება იმით, თუ შედგა ეს კომისია და წესით ხელისუფლების ინტერესიც უნდა იყოს ამ კომისიის შედგენა. ეს ხარვეზების დამდგენი კომისია. დიახ. ეს არის კრიზისი დღეს, რომელიც არსებობს საქართველოში. ხა პირველი რაც მინდა რასაკვირველია, ჩვენ შევთავაზებთ ასევე ალტერნატიულ გამოსავალს ხელისუფლებას, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ ჯერ ერთი საიდან არის ეს ციფრი აღებული, ეს რამდენიმე მილიარდი, რომელზეც ლაპარაკობდა, ვთქვათ, ყოფილი პრემიერი, რომელზეც დღეს ხელისუფლება ლაპარაკობს, ეს კითხვის ნიშნებს იწვევს ჩვენთვის, ესე იგი გამოდის, რომ მათ გადახედეს ამ საქმეებს, დაითვალეს და მერე ანუ აღიარეს ის, რომ კომპენსაცია გადასახდელია ამ ხალხისთვის, თუ საიდან იღებენ ამ ციფრებს. შეიძლება ამ ხალხის ნაწილს, ვინც ვთქვათ თავს გრძნობს უსამართლოდ, გასამართლებულად, ან დაჩაგრულად, ან დატერორებულად წინა ხელისუფლების ამ რეჟიმის მხრიდან, სავსებით შესაძლებელია, რომ ნაწილს იქიდან აკმაყოფილებდეს რეაბილიტაცია, ვთქვათ. არ შეიძლება არ მოიფიქროს სახელმწიფომ რაღაცა გამოსავალი, რომელიც არ იქნება მხოლოდ ფინანსებთან დაკავშირებული. ანუ ამაზე საჭიროა და აუცილებელია ფართო მსჯელობა და ზუსტად აი ამ ალტერნატივას სთავაზობს ეს კომისია. იქნება რამდენიმე წინადადება, რამდენიმე ესეთი მოდელი განხილული, თუ რასაკვირველია ხელისუფლებიდან იქნა კეთილი ნება და თუ დაგვთანხმდა ხელისუფლება იმაზე, რომ ჩვენ რაღაცა ფორმით მაინც გარკვეული პასუხისგებლობა, პირველ რიგში საზოგადოებრივი პასუხისგებლობა დავაკისროთ წინა რეჟიმს. იცით რა, დღეს გავაჟღერეთ ეს ინიციატივა, იმიტომ რომ ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიდის და ქალბატონი ანადოლიძე მუშაობს უკვე რამდენიმე თვე, ერთი წელიწადია დაახლოებით ამ საკითხზე. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები იურისტებთან, ეს უნდა იყოს აუცილებლად ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების შექმნილი ალტერნატივა. შესაბამისად, უახლოეს კვირებში მოხდება წარდგინება უკვე ამ პროექტის და ამ პროექტზე დაწყებულია მუშაობა და ჩვენ პრეზენტაციას თვითონ ამ კლუბისას შემოგთავაზებთ იქით კვირაში და თქვენ ნახავთ, ვინ იქნებიან ამ კლუბის წევრები. ანუ მე პირობას გაძლევთ, რომ ის იქნებიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის და ძალიან ესეთი ცნობილი და კარგი იურისტები. და მარტო ვთქვათ, ის ინსტიტუციები, რომლებიც დღეს საქართველოში დებენ რაღაცა გარკვეულ დასკვნებს, მათ მიმართ ნდობა საზოგადოებაში არის საკმაოდ დაბალი. ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია კვლევაც ჩავატაროთ ამ საკითხზე და თქვენ დარწმუნდებით იმაში, რომ გარკვეული იურიდიული
ინსტიტუტების მიმართ არის უნდობლობა. შესაბამისად, ჩვენ ახალ კადრებს ვთავაზობთ, ახალ ხალხს, რომელსაც ძალუძს რომ დადოს თქვათ კვალიფიციური დასკვნა და ასევე მოამზადოს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი ისე, რომ გათვალისწინებული იყოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ან თუ გინდაც დასავლეთის რომელიმე პარტიის ან რომელიღაცა პოლიტიკური გაერთიანებების. და ერთს დავამატებდი, ბოდიშით ერთს დავამატებ, რომ ამ კლუბის შექმნით თქვენ ჟურნალისტებსაც ძალიან დიდი პრობლემა მოგეხსნებათ. ტელეეთერებში, ინტერვიუებში თქვენ გამოგიჩნდებათ ახალი იურისტთა ჯგუფი, რომელიც ძალიან ბევრად კომპეტენტურ დასკვნებს დადებს, ბევრად კომპეტენტურ ინტერვიუებს მოგცემთ კონკრეტულ თემებთან, სამართლებრივ თემებთან დაკავშირებით, ვიდრე დღეს არის თქვენს საინფორმაციო სივრცეში. მრავალფეროვანი გახდება ამ კლუბის საშუალებით თქვენი საინფორმაციო სივრცე. ანუ ეს იქნებიან ექსპერტები, რომლებიც მართლა მუშაობენ. ექსპერტი თვითონ სიტყვა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ამ საკითხზე უნდა მუშაობდეს, უნდა შრომებს აქვეყნებდეს და წერდეს და ამ კონკრეტული თემის მიმართულებით უნდა მუშაობდეს. არა დღეს ყველა ადამიანს, ვისაც არ ეზარება ექსპერტი ქვია და ეს გარკვეულწილად მედიის ბრალიც არის ეს. ნინო ბორჩხაძე. ბორჩხაძე. რაღაცა კითხვა გქონდათ თქვენ? არაცალეთ ჟურნალის კითხვის და აი მე გავაკეთეთ ამ დამფუძნებლებენ ჩვენ მოლაპარაკება კლუბის წევრებთან აი დღეს შეგვიძლია დავასახელოთ ცნობილი დამფუძნებლები ვართ